ქართველი ბერი და მელ გიბსონის წინადადება, ლოცვისა და ჰოლივუდის შეხვედრა ზოგჯერ ისტორია ისეთ სიუჟეტებს გვთავაზობს, რომლებსაც თავად ვერასოდეს მოვიფიქრებდით. სწორედ ასე მოხდა საქართველოში, მცხეთის სიახლოვეს, 11 ასურელი მამის მონასტერში. აქ ჩამოდიან მომლოცველები მთელი მსოფლიოდან, რათა მოისმინონ ლიტურგია არამეულ ენაზე, იმ ენაზე, რომლითაც თავად იესო ქრისტე საუბრობდა. სწორედ აქ, ბერ-მონაზვნური სიმდაბლით ლოცვას ასრულებს სქიარქიმანდრიტი სერაფიმე, ბით ხარიბი, ასურელ მართლმადიდებელთა სულიერი მოძღვარი. მისი ხმა სავსე უძველესი ძალითა და ბერძნულ ბიზანტიური ტრადიციით ერთხელაც ჰოლივუდს მიაღწია და მელ გიბსონის გულით შეეხო. ხმა, რომელმაც ჰოლივუდი შეარხია ვნების კვირის რეჟისორი მელ გიბსონი, რომლის ფილმაც $600 მილიონზე მეტი შემოსავალი მოუტანა და დამოუკიდებელი კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი გახდა, აღფრთოვან და ბერის გალობით. ერთმა ჩანაწერმა, რომელიც შემთხვევით გავრცელდა ინტერნეტში, რეჟისორამდე მიაღწია. წერილში, რომელიც სერაფიმემ თავად გამოაქვეყნა, რეჟისორის წარმომადგენელი ასე წერს: მელ გიბსონი ღრმად შთაბეჭდილდა თქვენი უნიკალური ნიჭით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი გალობა და ფსალმუნების არამეულ ენაზე კითხვა გახდება საფუძველი ახალი ფილმის სრულყოფილი საუნდტრეკისთვის, სიკველი, რომელსაც მილიონები ელიან. მელ გიბსონი უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს ახალ პროექტზე. პრემიერა 2027 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. ფილმი ორ ნაწილად დაიყოფა და ქრისტეს აღდგომის შესახებ მოუყვება, იმ მოვლენის შესახებ, რომელიც ქრისტიანული რწმენის საფუძველია. როგორც ჩანს, ახალი კინოფილმიც ისეთივე მნიშვნელოვნად იქცევა, როგორც მისი წინამორბედი. 7 უარი, თუმცა სქიარქიმანდრიტმა სერაფიმე მის გააკეთა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მან უარი თქვა მონაწილეობაზე. მიზეზი არ დაუკონკრეტებია. შეიძლება ეს იყო მონასტრული სიმშვიდის არჩევა, ან სურვილი, რომ სულიერი სიმდიდრე არ შერეულიყო კინოს სამყაროსთან. მაგრამ სწორედ ამ გადაწყვეტილებაში იმალება ძალა. იგი გვახსენებს, რომ ღვთისადმი ჭეშმარიტი მსახურება სცენის ზომაზე არ არის დამოკიდებული, ნამდვილი სიდიადე ლოცვასა და სიმდაბლეშია. ბერი, რომლის ხმასაც მთელი მსოფლიო ისმენს დღეს, სქიარქიმანდრიტი სერაფიმე საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილია. მისი მსახურება უამრავ მომლოცველს იზიდავს. ის ძველ ბერძნულ ბიზანტიურ ტრადიციას მისდევს და გალობისას იყენებს ისონს, წვრილ, გამჭოლი ტონალობას, რომელიც ლოცვასთან სდევს. მასთან ერთად პატარა ბავშვებიც გალობენ. ეს უძველესი ჟღერადობა თითქოს ხიდად იქცევა საუკუნეებს შორის, ქრისტეს დროიდან დღემდე. ეს ამბავი ჰგავს ხიდს, რომელიც ჰოლივუდსა და მონასტერს აკავშირებს, კინოინდუსტრიის ხმაურსა და ქართული მთების სიჩუმეს შორის. და იქნებ სწორედ სერაფიმეს უარშია მისი ნამდვილი პასუხი. მისი სიმღერა უკვე იქ ჟღერს, სადაც ყველაზე მეტად ელიან, მორწმუნეთა გულებში.